მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ ახალ წელს შობას. იმედია, კარგად ჩაიარა ყველასთვის ამ დღესასწაულებმა, ცოტა ალბათ დავიღალეთ, მაგრამ იმედია ჯანზე ვართ ყველანი. ალბათ ჩემი არ იყოს თქვენს მოგენატრათ MMA და უკვე ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება სეზონი და ველოდები და ნელ-ნელა უნდა მოვემზადოთ ალბათ UFC-ს ივენთებისკენ, ბევრი აღარ დაგვრჩა. 24-ში იწყება სეზონი, UFC სეზონი 2026 წელს. 24 იანვრის ივენტზე დღეს არ ვისაუბრებ დეტალურად, ამას ალბათ დავუთმოთ უშუალოდ ბრძოლის კვირაში ჩემს ვიდეოს. დღევანდელ ვიდეოში ცოტა უფრო ზოგადად განვიხილოთ რას უნდა ველოდეთ 2026 წელს. განსაკუთრებით ხაზი გაუსვათ მწირად საახალწლოდ რაღაც რამოდენიმე ნიუს. 2025 წელს ჩაწერილ ბოლო ვიდეოში ვისაუბრეთ დეტალურად რას უნდა ველოდეთ წამყვან დივიზიონებში. წამყვან გულისხმობ იმ დივიზიონებში, სადაც ძალიან დაძაბულია და საკმაოდ კარგი პერიპეტიები გველოდება. საუბარია უმსუბუქეს, სუბუქ, ქვესაშუალო და საშუალო წონის დივიზიონებში, სადაც ნამდვილად არ მოვიწყენ და ძალიან ბევრი მიმართულების ბით შეიძლება იქ წარიმართოს ვარიანტები და ყველა ეს მიმართულება შეიძლება იყოს საინტერესო. იქვე ვთქვით, რომ ცოტა გაყინულია ქვემსუბუქი წონა, ქვემძიმე და მძიმე წონის დივიზიონები. ამიტომ დღევანდელ ვიდეოში მოდი ამ დივიზიონებს, ცოტა კრიტიკულ დივიზიონებს დავაკვირდეთ, რა შეიძლება იყოს საინტერესო, ასე თუ ისე მოვძებნოთ რაღაც მიმართულებები და ასევე შევეხოთ რამოდენიმე ნიუს, რომელიც ან ახალ წლამდე ან ახალ წლებს გაჟღერდა. მძიმე წონას რაც შეეხება 2026 წელს, რა შეიძლება იყოს აქ საინტერესო? ნუ ვთქვათ, პირდაპირ ასპინალს ფალი კიდევ ტკივა. შესაბამისად, ძალიან ბინდით არის მოსული თუ როდის შედგება ასპინალის საჩემპიონო ქამრის დაცვა და შედგება თუ არა ახლო მომავალში და საერთოდ ამ წელს. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ამას საუბარი რთულია. ნუ რა შეიძლება თუ ასპინალს გამოუჩნდეთ რა მოხდეს აქ საინტერესო. ნუ ალბათ სირილ განს მოუწევს ან დროებით ქამრისთვის ჩხუბი, ან სულად შეიძლება ვაკანტური გახდეს ქამარი და ვაკანტურ ქამარზე ჩხუბი, მაგრამ ვისთან მოუწევს სირილ განს თუ ასპინალი ისევ და ისევ არ არის. ბევრი ვარიანტი, მაინდა-მაინც, ბევრი კარგი ვარიანტი ყოველ შემთხვევაში არ გვიჩანს. ნუ ჩემი აზრით პავლოვიჩი უბრალოდ მტარი ვარიანტი მგონია პირადად მე ყოველ შემთხვევაში. აი ვოლკოვი ნამდვილად საინტერესო მებრძოლია, კონკურენტუნარიანია, უბრალოდ სირილთან აქვს წაგებები. თან სირილგანთან მან წაგო ახლა ბრძოლა ფაქტიურად ალმეიდას რომ მოუგო იმის წინა ბრძოლა არის წაგებული სირილგანთან. გასაგებია რომ შეიძლება ბევრის აზრით ის ბრძოლა არ წაგო და ახლო იყო, მაგრამ ოფიციალურად დაფიქსირდა წაგება და რა მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს რომ სირილგანთან ალექსანდრ ვოლკოვს მანამდეც აქვს წაგებული და ნუ ეს ზოგადად კარგი არ არის ამ ვარიანტისთვის. თუმცა ისევ და ისევ არ გამოვიწყავ ვოლკოვს ჩაინიშნა ბრძოლა. მით უმეტეს რომ ალმეიდას ამარცხება ძალიან კარგი განაცხადი იყო მისი მხრიდან. აქვე არის კიდე რაღაც საინტერესო რაღაცები. ყოველ შემთხვევაში ვალდო კორტეს აკოსტას წინა, ასე ვთქვათ, 2025 წლის თავგადასავალი ნამდვილად მისასალმებელია და აუცილებლად მისცემენ რაღაც იმაზე მეტ შანსს აკოსტას, ვიდრე დაუშვათ მისი პოზიციიდან გამომდინარე ის იმსახურებდეს. მოგესალმებით ძალიან მალე ვალდო კორტეს აკოსტა შეხვდება დერიკ ლუის და გამარჯვების შემთხვევაში რაც სხვადასხვა სულ არ არის გამორიცხული. კარგი ვარიანტია რომ ჩაინიშნოს მისი ბრძოლა, არა რა თქმა უნდა მას ტიტულზე ჯერ არ გაუშვენ, მაგრამ მაგალითად ჩაინიშნოს მისი ბრძოლა ვოლკოვთან. და ვოლკოვისთვის ეს არის კარგი შანსი იმ მხრივ, რომ სალსაბოის დამარცხების შემთხვევაში უკვე ორ მოგებიანი სერია აქვს და ამ ვარიანტში უფრო თამამად შეიძლება მოითხოვოს და შეიძლება მიიღოს კიდეც ბრძოლა სირილ განთან. კიდევ ერთხელ გამեմ, ან დროებითი ქამრისთვის, ან სულად შეიძლება ვაკანტური ქამრისთვის. თუმცა ეს არ არის ერთ-ერთი ვარიანტი, ნუ ალბათ ყველაზე ესეთი ვარიანტი აქვს საჩემპიონო ქამარზე, ასპინალის გარეშე საჩემპიონო ბრძოლის ისტორიაში შეიძლება აი ეს მიმართულება ჩავთვალოთ ყველაზე რეალურად. თუმცა არ დაგვაუწყეს რომ აქვე არც ისე შორს არის კუტის ბლეიცი, რომელიც ცოტა
ცოტა ცუდად წაიყვანა შეიძლება რაღაც თავის არასწორი ბრძოლები იყო, არასწორად იბრძოლა ამ რამოდენიმე ბრძოლაში მე არ მოვიწყდება მისი ბრძოლა პავლოვიჩთან, სადაც რატომღაც კრივში შეეჯიბრა, ესე გადაწყვიტა კრივში შეეჯიბრა პავლოვიჩს. ყოველ შემთხვევაში კურტის ბლეიდსი შეიძლება ჩაერთოს სერიოზულ თამაშებში, მით უმეტეს რომ სპეციფიური სტილის მებრძოლია კურტის ბლეიდსი და ეს სპეციფიური სტილი განაპირობებს იმას რომ თუ აი იმ სტილში წარიმართა ბრძოლა, რაც მას აწყობს ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია კურტის ბლეიდს, ასე რომ რაღაც საინტერესო ვარიანტები შეიძლება აქაც გამოჩნდეს. ოღონდ აქ კიდევ მე მთავარ მოთამაშეებად რა თქმა უნდა სილგანთან ერთად პირველ რიგში ვფიქრობ ალექსანდრ ვოლკოვს და მეორე მხრივ შეიძლება თავი წამოყოს სადღაც კურტის ბლეიდსმაც. მოვწერეთ თქვენი მოსაზრებაც, რას ფიქრობთ 2026 წელს როგორ შეიძლება ასე ვთქვათ საჩემპიონო სამეფო თამაშები, ასე ვთქვათ, ტერმინი გამოვიყენოთ, გაიმართოს ვის შორის შეიძლება გაიმართოს მძიმე წონაში, ისევ და ისევ გამომდინარე იქიდან თუ იმ მოსემულობიდან გამომდინარე თუ დაუშვათ მართლაც ვერ იბრძოლა ტომ ასპინალმა. მოვწერეთ თქვენი მოსაზრებები. რაც შეეხება ქვემძიმე წონას. ქვემძიმე წონა არანაკლებ, ასე ვთქვათ, გაყინულია, შეიძლება ითქვას, ვინაიდან აქ მოდიოდა ვთქვათ, რომ ზოგადად ორი გამორჩეული, ვთქვათ, მებრძოლია, რომელიც დანარჩენებს მოდი ვაღიაროთ, რომ მაინც აღემატებიან საერთოდ ეს გულისხმობ პერეირას და ანკალაევს, თუმცა არის მესამე მოთამაშეც, ეს არის ჟირი პროხასკა, რომელიც შეიძლება ბევრი თვლის რომ არც ჩამოვარდება მათ, ყოველ შემთხვევაში თუ ჩამოვარდება, ვთქვათ იცის რომ პროხასკას აქვს სპეციფიური სტილი, ასევე და პროხასკას შეუძლია, ეს არის იმ მებრძოლთაგანი, რომელსაც შეუძლია ფურცელზე თავისზე ბევრად ძლიერი მეტოქეც დაამარცხოს, გამომდინარე მისი ამ აი ავანტურული მოქმედების მიმართ მიდრეკილებებისა და ამ ავანტურული მოქმედების შესრულების ნიჭის საკითხი. მიდრეკილება ერთია და მეორეა ძალიან კარგად გამოსდის ეს პროხასკას. პროხასკამ ყოველ შემთხვევაში უკვე დაამტკის არაერთხელ რომ კი შეიძლება არ თვლიდებას ყველაზე ძლიერ მებრძოლად დაუშვათ ამ დივიზიონში, თავის დივიზიონში, სადაც ის გამოდის, მაგრამ ეს უნარი მაინც აქვს პროხასკას რომ არავის დამარცხება პროხასკასგან არ იქნება რა ისე შეიძლება მოულოდნელობა იყოს რაღაც, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის წარმოუდგენელი არ არის, იმიტომ რომ ძალიან ეფექტური და ესეთი დიდი ფანტაზიის მქონე და დიდი არსენალის მქონე, შემტევი არსენალის მქონე მებრძოლია. ჩემი აზრით ზოგადად შეტევას პერეირა ყველა ვარიანტში კარგია, ისეც და ესეც. უბრალოდ მთავარი ნაკლი რაც შეიძლება პროხასკას დაუწურო და ეს და აღიაროთ, მაქვს მართლა ეს ნაკლი ამ მებრძოლს დაცვა მისი, რა თქმა უნდა, პროხასკა დარტყმებს უშვებს ძალიან ბევრს და ძალიან ადვილად. ეს ზოგადად ამ წონაში თან ერთ მძიმე ძალიან ცუდია. თუმცა ჯერჯერობით პროხასკა მიუხედავად იმისა ახერხებს რომ მუდმივად წამყვან პოზიციებზია. რატო დავიწყე პროხასკაზე საუბარი? უკვე 2026 წლის დასაწყისში წავიდა საუბარი პერეირა პროხასკას შესაძლო ტრილოგიის შესახებ. ანუ შესაძლოა და არ არის გამორიცხული, ფიქრობდეს UFC რომ ეს ბრძოლა ამ ბრძოლაზე იმუშავა. ვინაიდან კიდევ ერთხელ გამოვიარეთ, აქ ბევრი ვარიანტი არ არის. სხვა ვარიანტი რა არის? მაშინ ქამრის დაცვა პერეირას უნდა მოუწიოს ისევ ტრილოგიაში ამჯერად ანკალაევთან. ხო? ეს ტრილოგია გამოვა. თუმცა ანკალაევს ისე დაამარცხა პერეირამ თავის ბოლო ბრძოლაში და თან გამომდინარე UFC-ს და ანკალაევის ურთიერთდამოკიდებულებისა რაღაცა მაინც ალბათ თუ რომელიმე ტრილოგიას აირჩევენ, ალბათ პროხასკას ტრილოგია იქნება ასარჩევი. შეიძლება ბევრმა გამაგრიტიკოს და თქვათ რომ რატომ დამავიწყდა კარლოს ულბერგი, არ დავიწყებია კარლოს ულბერგიც აქ არის, კი, მაგრამ რატომაც მე არ მწავს ულბერგის და მე მგონია რომ აი ამ ზემოხსენებულ სამ მებრძოლთან შედარებით ულბერგს ბევრი ნაკლები შანსი აქვს და ვფიქრობ სამი მოუგებს მას. ყოველ შემთხვევაში ხაჭოს ის რაზეც ვისაუბრე, რაზეც გავუსვი ხაზი პროხასკასთან მიმართებაში, რომ პროხასკას შეუძლია თავისი ძლიერი მეტოქე დაამარცხოს, გადაახტეს თავის თავს. მე ვფიქრობ რომ ულბერგს ეს არ შეუძლია. მე ვფიქრობ რომ ულბერგმა ბრძოლა რომ მოიგოს, უნდა აჯობოს. მეტოქეს უნდა ჯობდეს თავის მეტოქეს. რაღაცა ესეთი ავანტურული ნახტომი გააკეთოს, გადაახტეს თავის თავს, ჩემი აზრით, მე ყოველ შემთხვევაში ვწდები, მაგრამ ჯერჯერობით ულბერგში ეს ვერ დავინახე და მე ვფიქრობ რომ რეალურად ამ სამეულში უნდა იტრიალოს ჯერჯერობით საჩემპიონო ქამარმა. თუმცა ნახოთ,
ეს რაც შეეხებოდა ჩემს მოსაზრებას ქვემძიმე წონის პერსპექტივებზე 2026 წელს. მომწერეთ თქვენი მოსაზრებებიც აუცილებლად. და რაც შეეხება ქვემსუბუქ წონას. აი ქვემსუბუქ წონაზე ძალიან გული გწდება, ვინაიდან ეს ისტორიულად ფაქტიურად ეს წონა ყოველთვის იყო დახუნძლული დრამატიზმით, ვარსკვლავებით, სუპერსტარებით. თუმცა დღესდღეობით ძალიან დიდი საფრთხე იმისა, რომ დიდი სტაგნაციაში აღმოჩნდეს ეს დივიზიონი. ძალიან იმედის თვალით უნდა უყუროთ ახლა უახლოეს ივენთებს. პირველ ივენტზე შეგახსენებათ პირველ ივენტზე 24 იანვარს შედგება ბრძოლა ჯინ სილვასა და არნოლდ ალენს შორის. ნუ ვერ ვიტყვით რომ ეს აუცილებლად აქ გამარჯვებული მიიღებს პირდაპირ საიტულო ბრძოლას. ყოველ შემთხვევაში საინტერესო აქ გამარჯვებული ვინ იქნება და როგორ გაიმარჯვებს. რაც თავარია და ამაზე ძალიან ბევრი და როგორ გაიმარჯვებს მებრძოლი. მომდევნო ივენტზე უკვე შემდეგ ივენტზე უკვე გველოდება საჩემპიონო ბრძოლა ვოლკანოვსკი ლოპესი. აი აქაც საინტერესოა რა მოხდება თუ ლოპესმა მოახერხა ვოლკანოვსკის დამარცხება. აქ მეტნაკლებად საინტერესო ძვრები გამოჩნდება და მიმართულებით საინტერესო მიმართულებით ძვრები გამოჩნდება და შეიძლება უკვე რაღაცა დაიგეგმოს. აი თუმცა ბოლო ბრძოლიდან გამომდინარე რაც მათ შორის ბოლო ბრძოლაში შეახსენეთ ისინი შეხვდნენ ერთხელ უკვე შარშან და ის ბრძოლა ვისაც ახსოვს იქიდან გამომდინარე დიდად ლოპესის შანსები ვერ დავინახეთ ხო თუმცა ეს არ ნიშნავს რომ იქ თუ ვერ დავინახეთ არ შეიძლება მოხდეს ყოველ შემთხვევაში თუ ვოლკანოვსკი მოიგებს უფრო მეტად შეიძლება საუბარი სტაგნაციაზე თუმცა აქ არიან ცოტა მივიწყებული მოთამაშეები ну ერთ-ერთი მათგანი მაგალითად იაირ როდრიგესი რომელიც აკაც რაც გაქრა თუმცა ჯერჯერობით მე მგონი მისი ჩამოწერა მაინც ასე თუ ადრე იყო კი ვოლკანოვსკისთან ძალიან უშასოდ წააგო მაგრამ მაგალითად ლოპესის გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება იაირი თავი წამოყოს და მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო ბრძოლა იქნება ლოპესი იაირი თუმცა ფაქტი არ არის რომ იაირი ახლა თავი წამოყოს და ეგრევე საჩემპიონო ბრძოლა მიიღოს ესე მარტივი არ არის ხო განკრებული არ აქვს არის აქ კიდევ ლერონ მერფი, რომელზეც დიდ ავანსებს გასცემენ და მარადიული კითხვა. რატომ ზუმს მოვსარ ევლოევის? სად არის მოვსარ ევლოევი? რატო ახსენე ევლოევი ლერონ მერფისთან აქვე ახლოს? შეიძლება ჭორი რომ ევლოევს შესთავაზეს ბრძოლა ლერონ მერფისთან გადაფხულზე და ევლოევმა უარი განაცხადა ამ ბრძოლაზე. ნუ მიზეზად მოიყვანა რამადანი, ის რომ რამადანზე ის ვერ იბრძოლებდა. ну არ ვიცი სიმართლე გითხრათ არ მესმის ცოტა რა ეს ევლოევისა მე უკვირთ რომ აი რატო არ აძლევენ შანსს და რატო ეს ბიზნესი არ არის ეს ბიზნესი არ არის ევლოევის არც ჩემი არც მერაბდვალიშვილის არც ილია თოფურიას არც არავის ეს არის კონკრეტული ხალხის მათ შორის დანაოიც არა მარტო ბიზნესი მათი და მათ აქ თავის გეგმები მათ აქ თავის სქემები თითოეულ ბრძოლაზე ჩვენ ვისაუბრია ხო იმ ბრძოლას რომ ნიშნავეს UFC კიდევ ფიქრობს აქედან რა მოხდება იქ სხვა ბრძოლას ნიშნავს იქიდან რა მოხდება აკავშირებს ამას და ფაქტობრივად რაღაც ქსელს ასე ვთქვათ ხლართავს ცუდი გაგებით არა რა თქმა უნდა და ერთ-ერთ ვიდეოში ვთქვიდეთ რომ აი ეს არის თავარი ის მიზეზი თუ რატომაც მუდმივად ლიდერია UFC აი ამ სწორად გეგმავს ამ ყველა ბრძოლას და ისე რომ ფაქტობრივად ყველა შემთხვევაში შემდეგი ნაბიჯები უკვე გამზადებული აქვს როგორ უნდა წავიდეს რა მიმართულებით წავიდეს მისი ეს საბრძოლო სქემა ასე ვთქვათ ხო სხვადასხვა დივიზიონში შესაბამისად როდესაც ამ დროს რაღაცა მათ ურევ ხო გინდა არ გინდა ეს მათ ჯერ ხელს უშლის ხელი ეშლებათ და შემდეგ ახლა ბუნებრივია ეს არც სიამოვნებთ მე ამის საპასუხოდ არ უნდა გვიკვირდეს რომ რაღაცა შესაბამისად შენს რაღაც დროს ხელს არ გაგიწვდიან და რაღაცა მაინც და მაინც შენს სასიკეთეს არ მოარგებენ მოვლენებს ხო? მე მართლა არ მესმის, მე მესმის ხა აბსოლუტურად მესმის ყველა მორწმუნე ადამიანის, მე თვითონ მორწმუნე ვარ და ყველას თავისი არჩევანი აქვს ყველას თავისი, მაგრამ როდესაც აღმეხება შენს საქმეს, უშუალო საქმეს. შენს ასე ვთქვათ თუ რა თქმა უნდა ამ საქმეს შენ უყურებ სერიოზულად და ეს არის შენი არჩეული პროფესია, ხო?
აქ მე მგონი რაღაცებზე უარი უნდა თქვა და დათვალიერებით წახვიდეთ. მოდი პატარა მაგალითს მოვიყვან რა. აი ფეხბურთიდან მოვიყვანთ მაგალითად. მოჰამედ სალახი, ხო, ეხლა მე ეჭვება რომ სალახი ვინმეზე ნაკლები, მაგალითად ევროებზე ნაკლები მუსლიმი იყოს, ნაკლები მორწმუნე მუსლიმი იყოს, ან არა მარტო სალახი, არიან ძალიან ბევრი მუსლიმი ფეხბურთელები, ხო, რომლებიც მაღალ დონეზე თამაშობენ და მაღალ დონეზე კლუბებში ხარ. აი მათთვისაც ხო არის რამადანები და რაღაცა ხარ. დავიჯერო, ეხლა მე არ მახსოვს რომ სალახს რამადანის დროს რომელიღაც თამაშზე უარი ეთქვას და არ ეთამაშოს და რაღაცა მით უმეტეს რომ ამ დროს სხვა ძალიან სერიოზული თამაშები აქვს ხოლმე მის გუნდებს, ხო, მაგალითად შეიძლება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი მიდიოდეს ამ დროს, ან სულაც ახლა პრემიერ ლიგაში მაგ დროს უკვე გასაფხულზე უკვე ყველაფერი იწაბება და მაინც ფინიშისკენ რომ უახლოვდება ტურნირი. რა ვიცი, ამ დროს უარს ამბობენ, მე არ მახსოვს რომ ამ დროს რომელიმე ასეთ დონის ფეხბურთელს, თუნდაც მუსლიმ ფეხბურთელს რომ უარი ეთქვას საბავშვო რამადანის გამო. მე კიდევ ერთხელ ეს მისი არჩევანია, შეუძლია მან ასე ვთქვათ უპირველეს ყოვლისა დააყენოს თავისი რელიგიური წესჩვეულებები და რაღაც უარი ეთქვას, მაგრამ მაშინ საპასუხოდ ნუ ითხოვ რომ აი არაერთხელ გვინახავ ჩვენ მაგათ მერაბზე ვსაუბრობთ რომ აუცილებლად მას გვერდში დაუდგება UFC, იმიტომ რომ ამდენი ბრძოლა აიღო მერამ, ამდენი ეს ხო ამით ხო ეხმარება მებრძოლი ორგანიზაციას. ხო შესაბამისად ეს ორგანიზაცია საპასუხოდ ყოველთვის შეესწება რომ ხელი დაუწოდოს და ყველანაირად ხელი შეუწყოს საპასუხოდ ხო მებრძოლს. ასე რომ რა ვიცი ჩემთვის პირადად ცოტა გაუგებარია, აი ახლა ევროებს როცა ბრძოლას აძლევენ და უარს ამბობს, მით უმეტეს ტოპ კონო ლევონ მერფიზე არის საუბარი, რომ ერთი ბრძოლის შემდეგ უნდა გადავიდეს დიდი ალბათობით მიიღებს სატიტულო ბრძოლას, ხო? ნუ ახლა კი არ მიცეს სატიტულო ბრძოლა ევროებს, შანსი ჰქონდა რომ ლევონ მერფის დამარცხების შემთხვევაში მიიღოს სატიტულო ბრძოლა, ხო? ეხლა ამის შემდეგ კიდე შეიძლება ვიდენ თქვას რომ მას ჩაგრავენ და მიზან მიმართულად არ აძლევენ შანსს, რა ვიცი, მიცეს ხო? ერთი ბრძოლა მაგალითად. ხო, არ ვიცი. შეიძლება ვცდები, მომწერეთ ამაზეც თქვენი მოსაზრებები, თუმცა მსგავს თემაზე ვისაუბრებ, როცა ერთ ნიუსზე გადავალ, თუმცა ამ ნიუსამდე სხვა ნიუს მინდა შევეხო, უბრალოდ ნიუსი არ არის, არ ვიცი ამდენ ნიუსია თუ არა, შესაძლოა ჭორია, მოკლედ რამოდენიმე წყაროდან შეხვდა, ვერ ვიტყვი, ყველა წყარო იყო ძალიან სარწმუნო. ყოველ შემთხვევაში რამოდენიმე წყაროდან შემხვდა ნიუსი, რომ თითქოს მიდის მუშაობა ალექსანდრე თოფურიასა და ბრაის მიჩელს შორის ბრძოლაზეო. და ბევრს საინტერესებს თუ რა ვინ რას ფიქრობს ამ ბრძოლაზე. პირადად ჩემი აზრით ეს ბრძოლა ნუ ალექსანდრესთვის ძალიან კარგი ვარიანტი მგონია, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ძალიან მარტივად დაძლევს ბრაის მიჩელის ბარიერს და სტილისტურად ვფიქრობ რომ ბრაის მიჩელი კიდევ უფრო მარტივი იქნება ვიდრე დავშეთ. მისი წინამეტოქე იყო ალექსანდრესი. მიხედვით რომ შეიძლება სუსტი არ არის ბრაის მიჩელი ყაზახმე ბრძოლზე, მაგრამ ვფიქრობ რომ სტილისტურად ალექსანდრესთვის ბევრად უფრო მარტივი იქნება, ძალიან მარტივი ლუკმა იქნება ბრაის მიჩელი და პირიქით მიჩელისთვის ვფიქრობ რომ ძალიან ცუდი ვარიანტია ალექსანდრე. ზოგადად ამ ჭორზე არ გამამახვილები ყურადღებას უბრალოდ მე ვიცი მიჩელის ხასიათი, ბრაის მიჩელის ხასიათი, რომელიც საერთოდ უშემატკივრებს ხათაშორის როცა ქართველებს აღხდება, უნებრივია. და ძალიან გულიმწყდება, რომ ძალიან არასწორ ბრძოლებს იღებს ხოლმე, როგორც თავის დროზე არასწორი იყო ილიასთან ბრძოლის აღება. მისგან იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად უშვებს ასეთ შეცდომებს და თავისთვის არასასურველ ბრძოლებს თან ხდება და იღებს, მართლა არ გამოვიცხარ, რომ შეიძლება აიღოს ალექსანდრესთან ბრძოლა, ბრაის მიჩელმა და ძალიან მეწოდება, თუ არ არის ცუდი მებრძოლი, მაგრამ აი ასეთი ცუდი მებისთვის იფუჭებს კარიერას. და ნუ ხება გაიფუჭებს კარიერას რა, ილიასთან წაგება მისთვის ილიამ ყველას მოუგო და ბრაის მიჩელისთვისაც ილიასთან წაგება აფერი ხა სისწრული ნამდვილად არ არის, უბრალოდ ისეთ დროს წააგო თავის კარიერის ისეთ დროს მიჩელმა ილიასთან ისეთ დროს შეხვდა, რომ არ აწყობდა რა მაშინ უკვე ძალიან ცუდ დროს წააგო, კარგსლაზე იყო და ახლაც ვფიქრობ, თან მეცინება ახლა ამ დროს თითქოს აღარ მოვიდა ამ დივიზიონში პირველი ბრძოლა ძალიან კარგი გამოუვიდა, იმიტომ რომ ძალიან ისეთ სახელს ნურმაგომედოვს მოუგო ბოლო-ბოლო ნურმაგომედოვის გვარის მებრძოლს ჭიდაობაში ათრია და აჯობა და რაღაცა აი თითქოს ამ დივიზიონში ეს არის მისი დივიზიონი და უცებ იღებს ალექსანდრეს და იქვე თავდება რა ვიცი რა თუნდათ თორე ჩვენ დიდი სიამოვნებით ალექსანდრეს პირიქით ძალიან კარგი იქნება ალექსანდრესთვის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ვფიქრობ ბრაის მიჩელი ზედმეტად იმაზე მარტივი ლუკმა იქნება ალექსანდრესთვის თუ ეს ბრძოლა შეგვიძლია. უნდა ვიდრე იგივე მიჩელის სტატუსიდან გამომდინარე ბევრს წარმოუდგენია რა ამის თქმა მინდა. ხო, ნუ ეს კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს შეიძლება სულად ჭორია, არ ვიცი
იცი რამდენად მიდის ამ ბრძოლაზე საუბარი, უბრალოდ მაინც შევეხებ. გადავალ სხვა ნიუზზე, რომელიც ნამდვილად არ არის ჭორი და ნამდვილად სიმართლეა და ეს მართლა მოხდა. საუბარია არმან სარუკიანზე, რომელმაც ახლა განსხვავდა შორის გრეპლინგის მატჩი ჰქონდა იმასთან შარასთან. შეგახსენებთ, თუმცა საინტერესო ის არ არის. იქამდე არმანს გრეპლინგის მატჩი გამოუწევია ტომ ჰარდი. ხოდა არმან მესმის რომ ბნელეთში გაიზარდე. იქ აი საერთოდ გასავლიდან, მაგრამ მაინც კავკასიელი ხარ რო გითხოს კაცმა. თან დაიბადე საქართველოში. ემიკეთებ ამას. 2 წელიწადზე მეტია ვენომს დავდები. ეჩალიჩები ვენომს. ის კი არა, მე მგონი მაიკ ჩენდლერი არ ეჩალიჩება იმდენი ხანი კონორ მაგრეგორს, რამდენიც მე ვეჩალიჩები ვენომს. დამანებე რა თავიდან. მაინც მე მიკეთებ პერე ხო. აგინდა. დადის მე UFC-ში 2 წელიწადში ერთხელ რო იბრძვი. ამე ბრძოლები აიღე, მიხედე საქმეს რა, იქნებ იგიშვას ვინმე სატიტულო ბრძოლამდე. ან რა ვიცი თუ გრეპლინგი გინდა, მაინც აი ADCC-ის ტურნირები იმართება პროფესიონალი. წადი რა დამანებე თავი ნახეს. მოდი ახლა ყველაფერს შევხედოთ სერიოზულად რა. ხუმრობის გარეშე. არ ესეთი არა, თავარი ორგანიზაციის პირველი ორგანიზაციის ტოპ კონტენდერი გაქვს ამბიცია რომ შენ უნდა მიიღო სატიტულო ბრძოლა. ბუნებრივია ხა ორგანიზაცია დაუშვათ გიყურებს სერიოზულად როგორც ერთ-ერთ ვარსკვლავს რომ გაყიდოს რა რაღაც ნიშნულოვან ასე ვთქვათ ღონისძიებაზე ცუდი სიტყვა კი არ არის გაყიდოს შენი ივენთი და ამ დროს შენ ესეთ რაღაცებს აკეთებ და იქ რაღაცა სახიობებს ხდები კოტრიალობ იმათთან რაღაცა საუბარი იმაზე არ არის შეიძლება რა მიიღო რა მაგას დავანებოთ მაგაში არ არის საქმე აქ როგორ არის შენ როდესაც რომელიღაც ორგანიზაციის პირველი ვარსკვლავი შენ მის პრესტიჟსაც ისაუბრ შენი ყველა ნაბიჯი იმ ორგანიზაციის ნაბიჯიც არის ხა თქვენ წარმოვიდგინეთ თქვენ გაქვთ ორგანიზაცია თავარი ვარსკვლავი თქვენთვის რომელიც ყველა მისი თითოეული ნაბიჯი თითოეული ბრძოლა არის თქვენთვის ელემენტად ფინანსური და რეპუტაციულიც ასე ვთქვათ ბალანსის მამოძრავებელი ხო რომელიმე მიმართულებით და ეს ადამიანი ესეთ რაღაცებს აკეთებს. ეხლა რამდენად მისაღები იქნება თქვენთვის და თქვენგან საპასუხოდ როგორი ნაბიჯი იქნება მის მიმართ. აი ხა როგორც არ მოგიდგენთ ილია თოფურია, მაგრამ რაღაც ეგეთ. აი მე დარწმუნებული ვარ, ილიას თავი დავანებოთ ხო, გამორიცხო ილია რომ ეხლა ვიღაცა იმას სახიობს, მოდი გრეპლინგ ტურნირში თავის შევეჯიბრო რაღაც ეგეთი რომ გააკეთოს. ხო გამორიცხულია ხო. დავანებოთ თავი დარწმუნებული ხარ პედი პიმბლეტი რომელიც აი ბევრ ტინგიცებს და რაღაც ხო, ეგეთ სისულელეს არ გააკეთებს. აი ეს რაღაცა ხალხო 50 წლებს სახიობია ყველაფერს თქვენად ნამუსი არა გაქვთ ამ არაპროფესიონალი თავის დროზე თორგი ტომ ხარდი რომ გამოდიოდა კრეპლინგის ტურნირებში ჯერ გამოდიოდა 25-30 წლის წინ ჯერ ერთი მე გამოდიოდა სამოყვარულო რაღაც ისე პროფესიონალი კი არისო ის კაცი და საერთოდ 50 წლის კაც რო იწვევ 25 წლის კაცი თუ რამდენი ჯერ ყველაფერს რო თავი დავანებოთ აქ სად არის შენი ან თავმოყარეობა ან ღირსება რაღაც. ხო და ნუ არ ვიცი მე რის გამო თავის კი არ ვაკრიტიკებ რაც უნდა ისწრას მაგრამ მე რატო გიკვირთ არმანის გულშემატკივრებს რომ ორგანიზაციას მას ესე სერიოზულად არ უყურებს და რაღაცა ასე ვთქვათ მასებს სონებს არდებს და ძალიან ბევრს არ ენდობა მას. აი რატო გიკვირთ მითხარით. ცალი მხრიდან რატო უყურებს ამას? ჩემთვის იყო შოკი მართლა რომ გავიგრო სად არმანი სად ტომ ჰარდი ხარ ღირს ლაპარაკ. ო ისე ტომ ჰარდის ხოჭეს უარი უთხრა იქ არ შეხვდებიო არ ცალიაო უსავარაუდოდ სხვა მეტოქისთვის იმსადება. ყოველ შემთხვევაში დამეთანხმებით ალბათ რომ არმან სარუკიანის ესეთი გამოხტომები და განაცხადები ცოტა ლოგიკას და ადეკვატურობას მოკლებული გონია. თუმცა მის საქმეა შესაძლოა ნახოთ რა დივიდენდებს მოუტანს ეს ნაბიჯები. მას ყოველ შემთხვევაში აქამდე კარგი არაფერი არ მოუტანია მისთვის.
პრინციპში დღეისათვის ეს იყო დღეს ცოტა ესეთი რბილი, მოთელვითი საუბარი იქნა დიდად მნიშვნელოვანი და ძალიან სერიოზულზე. არაფერზე არ ვისაუბრებ, ძირითადად გავერთეთ, მაგრამ უფრო კარგად გავერთობით შემიძლეთ მომდევნო ვიდეოში, რომელიც იქნება უშუალოდ მომდევნო კვირას, ანუ ივენთის კვირას, სადაც უკვე 24 იანვრის ივენთზე ქარდზე არსებულ ყველა საინტერესო ბრძოლას გავივლით, პატარ-პატარა პროგნოზებსაც გავაკეთეთ და მოკლედ იქ უკვე მართლა კარგად გავერთობით. დღეისათვის ეს იყო, გამოიწერეთ ჩემი არხი, და ლაიქეთ, მოიწონეთ ეს ვიდეო და იყავით ჯანსზე. აბა კარგად.